ჩვენი სახლიდან ეს არის ჩვენი ხეივანი. მოგესალმებით ძვირფასებო, ეხლა გაჩვენებთ ჩვენ 4 წლიან ვაზებს თუ როგორი ხეივანი გავაკეთეთ. დიდი წლები ვაკეთებდით, აბა აანათე გენაცვალე რა ხელა მტევნები დაიკიდა უკვე გახე. ნახეთ ეხლა ახლოდან აჩვენე სიხარულო. ნახეთ როგორი მტევნები დაიკიდა, ჩემო კარგებო, აბა მოდი აქეთაც უყურე. აი ესე სხვადასხვა ჯიშები ამ ხეივანზე იქნება 50 ჯიში სხვადასხვა ჯიშები ერთმანეთზე საუკეთესო და დიდტევნიანი და გაჩვენებთ ეხლა გარეთაც და მაღლიდანაც. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ეხლა ვიმყოფებით ჩვენ მაღლა ხეივანზე, ხეივნის მაღლითა ხეზე. ნახეთ 4 წლიანი ვაზება როგორ გადაფარა უკვე ერთმანეთს უტოლდებათ. 3 მეტრ 80 სიმაღლე აქვს და ნახეთ სად წამოვიდა. აი აქეთაც ეს არის ჩვენი ბაღი, სადაც აგვაქვს ეს ვაზები და ნახეთ როგორ არის. ეხლა გაჩვენებ დაბლა ხეივნებს. ეს არის ყველაზე დიდი ხეივანი. ეს არის ჩვენი გარე ხეივნები. მოგივიდა ჩვენი სიხარული და გაჩვენებთ ეხლა უყურეთ ჩვენ. აი ეს არის გარე ხეივნები ჩემო კარგებო. სადაც აბა წავიდეთ იქ გენაცვალე. აი უყურეთ თქვენ. ეს არის ჩვენი, აი უყურეთ, აქ შევჩერდეთ. აქ უკვე ხელით შეგვიძლიათ მივასტვინოთ. აბა მოდი ჩემო სიხარულო, როგორი მტევნები დაიკიდა აქეთ. აგერ არის სხვადასხვა ჯიშები, აქ არის 4-ნაირი შავითით აი გზედიზეთ და აი მაღლა ანათე გენაცვალე აქ მოდი. აი აქა ნახეთ როგორი ისინი გამოგდის აქა. აი უყურეთ სულ რამდენი მესამე წელშია ეს ვაზი და ნახეთ როგორი ისინი ჩამოიკიდა. ეს ხეივანი მიდის აქ და აქ შეჩერდება, აქედან მზეს ჩამოვა და ესენი გადავა იქით ამ მხარეს კიდე ჩემო კარგებო. ეხლა ზემოთახედიდან გაჩვენოთ. ეხლა ეს არის შპალერის სისტემის ხეივნები ჩემო კარგებო. გავხედოთ ეხლა. აბა მოდი გენაცვალე გიორგი. ნახეთ როგორ არის, როგორი მტევნები დაიკიდა და რა სიმაღლეზე მიდის. აბა აქ მარჯვნივ მოვანათე გენაცვალე. აგერ უკვე ყვავილიდანაც გამოდის ვაზები. ნახეთ როგორ არის. აბა იქით წავიდეთ ეხლა. ეს არის 300 წლიანი ვაზიშვილი, სადაც მე და წლების უკან მე და ჩემი გიორგი ვიყავით. მოვიტანეთ ძალიან ის ვაზი უკვე აქვს მეტრ-ნახევარი სისქე. ჩემა გიორგიმაც ნახა და ვიდეოც გადავიღეთ და იქ პატარა რაღაცებიც გავაკეთეთ. აი ეს არის 300 წლიანი ვაზი და ვაკუჩებთ ამეებს უნიკალურ ჯიშებს და გაგახედებთ აი ესენი სულ უნიკალური ჯიშებია, ზოგი საზღვარგარეთული, აბა მოდი გენაცვალე. ზოგი საზღვარგარეთულია, ზოგი ქართულები არის. აბა უყურეთ როგორი მტევნები გამოივა და როგორ არის. ზოგი უყვავილშია, ზოგი გამოდის კიდე. ნახე საიდან სადავიდა ეს ყველაფერი. ეხლა იქით გაჩვენებთ. ეს არის 1 წლიანი ვაზი, შარშანდელი ჩაყრილი ვაზი და ნახეთ როგორ არის. აგერ აი უყურეთ მტევნებიც კი გამოივა. აქ არის უნიკალური ჯიშები, ესე ვფრთხილდებით. აი ესე გადამულები ერთად აღმართეთ ეს ყველაფერი. აქ არის 2 წლიანები. მოდი გენაცვალე. აქ არის უკვე 2 წლიანი ვაზები. აი როგორ უკვე ასხია სხვადასხვა ჯიშები, ფოთოლზეც ეტყობა სხვადასხვა ჯიშები. აბა მოდი სიხარულო. ნახეთ როგორი მტევნები აქვს უკვე გაკეთებული. ეხლა იქით გადაგიყვანთ. ეხლა გეტყვით ჩემო კარგებო წამლაზე, უნდა შეიწამლოს აუცილებლად კვირაში ერთხელ, 8 დღეში ერთხელ. უნდა იყოს კარგი წამლით, ნებისმიერ აგრომაღაზიაში მიბრძანდით და შეიძინეთ წამლები. აგერ ფოთოლზე უნდა იყოს აქ შიგნიდანაც კარგად ცითეთრი არ უნდა კონდეს, არც უნდა უჭირდეს. აუცილებლად შეწამლეთ ეხლა სისტემურ კონტაქტურით, რომ გამოიდეს ყვავილიდან ეს ყველაფერი და გააგზელებთ კონტაქტურით. მე არის თეთრი სპილენძები და არის ლურჯი სპილენძები და სუფრის ხურზენი თეთრი სპილენძებით შეწამლეთ. არის ესეთი. აანათე გენაცვალე საწავიდა და ფოთლებს უყურეთ. როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. აბა მოდი აი ეს რელანჯი ვაჩვენოთ. აგერ ჩვენი რელანჯის როგორ ნახეთ ხილფოთოლა, ეს არის ჩვენი რელანჯი და როგორ გამოიყურება. და აი ესეთაც უყურეთ, აი ესეთ შპალერის სისტემით სად წაგვივიდა ვაზები, როგორ არის და დეგემშვიდობებით ყველას კარგობას გისურვებთ. მოვიდა ჩემი სიხარული და დეგემშვიდობოთ. აბა ჩემო სიხარული. ნახვამდის. გავზარდე გიორგი.